საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურში მშენებარე სკოლები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილის სკოლის მასწავლებლებს გაესაუბრა და რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა. ნომერ 1 და მე-6 საჯარო სკოლებში მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეიცვალა სასკოლო ინვენტარი. ხაშურის რაიონში სკოლების რეაბილიტაცია პრეზიდენტის დავალებით კიდევ 32 სკოლაში მიმდინარეობს. სამუშაოების პარალელურად სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეწყვეტილა. ეს ორი სართული როგორც თქვენ დაგვავალეთ რეაბილიტირებულია გამეც ხომ მუშაობდნენ ესე გამე მუშაობდნენ აქ საოცარი იყო მუშაობა დიახ იმიტომ ძალიან გაუბრაზებულია იმიტომ რომ რამდენჯერ უთხარი ხაშურში ყველა სკოლა უნდა გაკეთდეს ხო და უკვე მე-7-ჯერ მოვედით რა ვინახე რომ არ გაკეთებული ეხლა ბოლოს მოვთხარ მართლა მიავიღებ ხელში იმას რა ვქელო არ დამჭირდა ხელში აღება ამათ აიღეს და გააკეთეს ბოლოს როგორც იქნა ეს სკოლა იქნება მთლიანად რეაბილიტირებული ეხლა ბავშვებს გადმოვიყვანთ ამ ორ ფიძელში სწავლება გაგვეჩერებინათ და მე იქ გაყვანილობთ ალმაგარი პორტარბაზი ნავაშენოთ და გეშლებათ რამდენიმე ხანში. ამას ვიყავი მოსული ღამე. და აი რაზე ხაშურში უნდა იყოს სანიმუშო სკოლები. იმის გამო რომ სწორედაც რომ ეხლა ბაჭო მათ ვერ გავამკურე დარბოდა სულცვალ და საკითხმა რაღაცა გაჭედა ერთმა სამინისტრო მეორე სამინისტრო მის რაღაცა ეს ყველაფერი თორმე მოხდა. ამიტომ უკვე მეც ჩავერთე, იმიტომ რომ რამდენჯერ ვიყავი აქ და არ შეიძლება ახლა გაკეთდეს ეს სკოლა. პრეზიდენტის დავალება ეს იყო მთლიანი ერთი ფლიგელის რეაბილიტაცია თავიდან ბოლომდე, სადაც უკვე ურშაბათიდან ბავშვები შეუძლეს სწავლას დაიწყებენ. მთლიანად რეაბილიტირებული იქნება ერთ თვეში სკოლა, დანარჩენი დროს სწავლის შეჩერება გადავანაწილეთ ბავშვები, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება, გამოიცვალა გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გარდა ამისა გათბობა შენდება ახალი დარბაზი, უკვე მუშაობენ და ძალიან მალე იქნება ახალი დარბაზი და პრაქტიკულად თითქმის არც ერთი სკოლა არ დარჩება ხაშურში თვითონ და ხაშურის რეგიონში, სოფლებში, სადაც არ იქნება რეაბილიტირებული სკოლა. ნახეთ.